თუ ომში კომენდანტის საათის დროს ღამით მტრის იერიშს გადაურჩი, ეს ნიშნავს, რომ უკრაინაში კიდევ ერთი დღე გათენდა. კიევში მუშაობა ჩემთვის იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილება, რაც შეიძლება როგორც რეჟისორს, როგორც ადამიანს. მე ვიცოდი, როცა კიევში მივდიოდი, ვიცოდი, რომ ეს რაღაც ძალიან დიდ გარდატეხას მოახდენდა ჩემში. რაღაცებს სანამ საკუთარი თვალით არ ნახავ, მაინც ვერ მიხვდები. მეც კი, რომელიც თქვა 3 თვე ვიყავი იქ და ძალიან მჭიდრო კონტაქტში ძალიან ბევრ ადამიანთან, შემიძლია ვთქვა და ომთან, შემიძლია ვთქვა, რომ მაინც ჯერ კიდევ არ ვიცი ეს რა არის. ყველაზე მძიმე დროს, ყველაზე ექსტრემალურ სიტუაციაში არსებობს ექსტრემალური სიკეთე, ექსტრემალური ფორმების სიყვარულის და თანადგომის და თავარია თეატრის. Свою вину наших чоловіків продажна ти шкура. Ляп. Я не маю до тебе ані крихти поваги. თავგანწირულთა კავკასიური ცარცის წრე ომში გახვეული ქვეყნის დედაქალაქში ბნელ დროზე სიმღერაა. სპექტაკლზე გაცილებით მეტია. დათა თავაძის ზღვის ტკივილებთან კიდევ უფრო ახლოს მისვლას გავს. მაშინ, როცა ვერანაირმა ცენზურამ და უნიჭობამ ვერ გაგაჩერა და მთელი გზნებით დგამ ქალაქში, სადაც რომ დამშენებს ტყვიამ ქვევებსა და ტერს. არასოდეს სცინავს. პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამიზნულად ჩვენი საერთო მტერი არ აძინებს უკრაინას, ხო? ასე ვთქვათ, ფსიქიკურ ზეწოლას ქმნის ამითი ასევე. არასდროს არავის არ ძინავს იქ. ეს არის უძილობა, ეს არის ვთქვათ, მაკბეტის სიტყვები რო გამოვიყენოთ, კლავს ძილს, ხო? აი ძილი მოკლა პუტინმა იქ, იმიტომ რომ როგორც კი ცხადდება, ასე ვთქვათ, კომენდანტის საათი, როგორც კი იწყება, პრინციპში მაშინვე იწყებს დაბომბვას. უკრაინის ომით სპექტაკლის ავტორისთვის ერთგვარი შთაგონებაა, მაგრამ სანამ ომს საკუთარი თვალით არ ნახავ, თურმე არაფერიც არ გწოდნია. მე ვნახე გმირი ადამიანების სცენაზე და გმირები დარბაზში, ასე ვთქვათ. და დარბაზი ესეთი დარბაზი, ესეთი მაყურებელი მე არ მინახავს. ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, თეატრი, რომელიც გამოხატავს გადარჩენას. ომგამოვლილი მაყურებელი არის მაყურებელი, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ თავისი მსახიობი იდგეს, თუ შეიძლება ასე. ომგამოვლილი მაყურებელი, დასი, სხვაგვარი გამოსახულება ყოფილა ცოცხალ თეატრში. მარიუპოლის თეატრის ისტორიამაც უკრაინაში შექმნა სულ სხვაგვარი კონტექსტი თეატრის ისტორიაში. უკრაინის თეატრი კი პირდაპირ იქცა ომის განუყოფელ ნაწილად. მარიუპოლის შემთხვევამ მე ვფიქრობ შექმნა სოფლიო თეატრისთვის, ჩემი აზრით, ისეთი კონტექსტი, რომლის მერეც თეატრი ვეღარ იქნება ისეთივე რამ, რაც მანამდე იყო. ეს თეატრი, რომელიც არის თავშესაფარი ბავშვებისთვის, ხო? ანუ ან თავშესაფარი საერთოდ. წარმოდგენაში ომის დროინდელი ატმოსფერო დგას და ძალიან იოლად გადაიქცევა სასამართლოდ. ავტორი ფიქრობს, რომ შავბნელი სპექტაკლიც გამოვიდა ფინალში გამარჯვების რწმენაზე. კავკასიური ცარცის წრის მთავარი პერსონაჟი აზდაკი თანამედროვე დადგმაში პარადოქსული პერსონაჟია. სპექტაკლი კი ყველაზე მეტად ალბათ იმაზეა, როგორ შეიძლება ბოლოს და ბოლოს გახვიდე ომიდან და გადაარჩინო სხვაც. თეატრი არის ჩართული საომარ მოქმედებაში, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ თქვათ, მსახიობების სრული უმრავლესობა, რომელთანაც მე მუშაობდი, კაცების განსაკუთრებით, არის ან ვეტერანი ომის, ან მზად არის, რომ ნებისმიერ წუთს წავიდეს და
ვთქვათ, დროებით გათავისუფლებულია იმისთვის, რომ სცენაზე იყოს. ამდენი წელია არავინ არ იცის რა იქნება. სულ ასია ომის დაწყებიდან. დედა და ახლობლები ახლაც ოკუპაციაში არიან ჰერსონში. დაბნეულები ვიყავით. არ ვიცოდით რა იქნება ქვეყანაში, კინოში, თეატრში. და აი ახლა დათა თავაძის სპექტაკლს ვთამაშობთ. ბედნიერება ამასთან შეხვედრა. წელში ბურთი მეჩხირება. უშუქოდ ვთამაშობ სპექტაკლს. ტელეფონებით მაყურებელი გინათებს სცენას და ხვდები, რომ უკრაინა გადარჩა და ცოცხალია. Він коли приїхав, і в нас була დათა თავაძემ გვითხრა, რა ძლიერი ხალხი ხართ, ომია თქვენთან და მაინც მოდიხართ რეპეტიციაზე თეატრში. არადა თითქოს ჩვენი ფსიქიკა რაღაცნაირად მიეჩვია ასე ცხოვრებას. ისეთი ნათელი დღეები იყო. ჰარმონია, სინათლე, აი ასე დარჩება ჩემთვის. კომენდანტის საათია კიევში. რაღაცნაირად მივეჩვიე. გადაღებაზე ვიყავი რიგაში და ისეთი მიჩვეული ვარ კომენდანტის საათს, რომ არსად წასვლა არ მინდოდა. შემეძლო წასვლა მაგალითად დისკოტეკაზე და მაინც რაღაცნაირად რომ გეძინება და გვიან გარეთ რომ უცნაურია. ამ სპექტაკლის საპრემიერო დღეების ბედიც ომმა განსაზღვრა. წარმოდგენის მიმდინარეობისას დარბაზში შუქი არ იყო, მაგრამ პრემიერა მაყურებლის წყალობით უკუნეთში მაინც შედგა და იმაზე ამაღელვებელი და ნათელი გამოვიდა, ვიდრე შესაძლოა ჩვეულ ვითარებაში ყოფილიყო. მაყურებელი ჯიუტად, აი როგორ გითხრათ, აი რაც ჩემი თვალით ვნახე, ეს არის ეს მომენტი, როცა მაყურებელი დგება ფეხზე, ანათებს ტელეფონებს, ანათებს თავის მსახიობს და მსახიობი ბოლომდე თამაშობს სპექტაკლს. ეს არის ისეთი ფორმის ინტერაქცია, რომელიც ცოცხლად მე არ მინახავს აქამდე არასოდეს. შაუბნელი სპექტაკლის არ იყოს ღია პროტესტისთვის შაუბნელი ძალებისაგან სამშობლოდან დევნილ რეჟისორს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შევხვდი. ერთადერთი პასუხი, რაც ამ სიტუაციაში შეიძლება ჩვენ გქონდეს, არის ის, რომ ჩვენ ვართ და ამას ვერ გაექცევა ვერავინ. ჩვენ ახლა და აქ ვართ, ცოცხლები ვართ, ვიცავთ თეატრს, ვიცავთ თეატრის ღირსებას, მე ვფიქრობ, რომ იგივეს აკეთებს ყოფილი ახალი თეატრის დასის დიდი ნაწილიც, იცავს თეატრის ღირსებას, არა მარტო თავისი თეატრის, საერთოდ. ვის ეშინია თეატრის თეატრის ეშინია იმას, ვისაც ეშინია სიმართლის. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ თითქოს კავკასიურმა ცარცის წრემ უკრაინაში ყველა სიცრუისაგან, ბოროტებისგან და ტკივილისგან იხსნა, რომელიც დათა თავაძეს გასულ წელს თავს დაატყდა.